ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. ორი ტურა მეგობრები ერთმანეთზე გადაბმული დღე და ღამე ერთად იყვნენ ნათლია და მონათლული. ძმობას და გამტანობასა ერთმანეთს ეფიცებოდნენ, ჭამის დროს ლეშის გაყოფას ერთურს არ ეცილებოდნენ. ერთხელ ორივე მშიერ მწყურვალი საშოვარზე რომ დაწვრწოდნენ მთაში, ხედავენ რომ მგელს თავის ბუნაგში ჩამოეკიდა მსუქანი ბატი. შიმშილმა შიში დააცლევინათ, ნახეს რა არ ვინ არ იყოს სახლში, ბატი ჩამოხსნეს, მაგრამ უეცრად მგელს შინ მომავალს მოლანდეს ცვალი. ნათლია შიშით იქვე გაშეშდა, გზას აღარ იყო სხვაგან სავალი, ნათლულს კი უცებ ჭკუა გაეხსნა და მოიფიქრა გამოსავალი. ქეშოში ჭასწვდა თავის ნათლიას და მგელთან იგი ურცხვად ჩაუშვა. მოიპარავდა რომ არ მომესწრო ჩქარა შესანსლი აღარ გაუშვა. ძალზე ბევრია ჩვენში ასეთი, რომ ვერ აკეთებს საქმე საჩინოს. ყველას ჩაუშვებს, ყველას გაწირავს, თავისთავი რომ გადაარჩინოს. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.